მოგესალმებით პნევმატიკის მოყვარულებო, სროლელებო, სპორტსმენებო. დღეს ჩვენ სტუმრად ყავს Snowpeak M60, რომელთაც სანადიროდ ვიყავი, სადღაც 9 საათიან ნადირობას მორჩი და გადავწყვიტე გადამეღო, გამეზიარებინა ჩემი მოსაზრებები ზოგადად ამ თოფზე. საკმაოდ შედეგიანი ნადირობა აღმოჩნდა. ფრინველიც კარგად ავიღეთ. აკო, შენ ეს თოფი სრულად დაატუნინგე. ქარხნული ვერსიები ვერ აღწევენ იმ შედეგს, რომელიც უნდა მიიღოს ზოგადად მონადირემ, მაგრამ იძლევიან რეკომენდაციას, წნევის მომატება და ასე შემდეგ, რომ უკეთესი შედეგი მიიღოს. ზოგადად არც ერთი თოფი შეიძლება არ გახდეს დამაკმაყოფილებელი მოთხოვნის მიმართ, იმიტომ რომ პნევმატიკა მაინც ზუსტი სროლისთვის გამოიყენება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჰობში. ჩვენი მოთხოვნილება არის, რომ პნევმატური იარაღით რაც შეიძლება ზუსტად და შორმანძილებზე ვისროლოთ, ამიტომ სჭირდება ჩარევები ხოლმე და ეგრეთ წოდებული წუნინგი. ჩვენ წინა ვიდეოში ავხსენით წუნინგის თემა როგორ ხდება, ანუ კონსტრუქციული გადაკეთება არ ხდება, თვითონ პნევმატურ თოფს აქვს იმის საშუალებები, რომ დაარეგულიროს ტყვის სიჩქარე და მოარგო სასურველი ტყვია ან სლაგი, ეგრეთ წოდებული არსებულ ლულას. მაგის მიხედვით ხდება მერე თოფის დაწუნინგება. რო ავიღოთ პელეტს სხვა სიჩქარე ჭირდება, სლაგს სხვა სიჩქარე ჭირდება, აქედან გამომდინარე აქვს რეგულატორები, ხო, გადამცემის სისტემები და ასე შემდეგ, რა. ხო, ანუ ჩარევა მოითხოვს ხოლმე, როდესაც გვინდა უკვე შორმანძილზე პრეციზიული სროლა. ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ მოდელს აქვს ქარხნიდანვე აქვს ისეთი დეტალები დაყენებული. მაგალითად, ჰაერის გამშვების სარქველი არის ძალიან მოკლე. მოკლე სარქველი ნიშნავს ჰაერის მოკლე ტრანზიტს ტყვიამდე. შემცირებულია ხარჯი, მიუხედავად იმისა, რომ ამისი პლენუმი რომელიც ძალიან გავს DST Delta Wolves. გადმოტანილია კლად FX-ის კლონი არ არის. არა, ანუ ერთ-ერთი კლონი არც ერთი მოდელის არ აქვს. უბრალოდ რაღაცეები აქვს, კონსტრუქციული ჩანართები აქვს აღებული სხვადასხვა მოდელებისგან, მაგრამ ამ მოდელში შეინიშნება ის, რომ ეს კოლოფზე გადაბმული ინტეგრირებული პლენუმი აქვს. ამ შემთხვევაში ამას ძალიან პატარა აქვს, 29 კუბი აქვს რა, მაგრამ გამშვების სარქველის ხარჯზე იძლევა ძალიან დიდ ენერგეტიკას რა. დაახლოებით 40-45 ჯოულამდე შეუძლია ამოქაჭოს სლაგზე. მშვენიერია, 4 და 5-ისთვის 4 და 5-ზე არის 40 ჯოულია, თუმცა არიან ჩვენი ჰობის სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ უფრო მაღალ კალიბრში და იქ უკვე იძლევა 60, 70, 80 ჯოულამდე აყავთ რა ეს კონკრეტული მოდელი. ეხლა რაც შეეხება იმ მოკლე სარქველს, რომელსაც შემცირებული აქვს ჰაერის ხარჯი, ეგ იძლევა იმ ეფექტს, რომ მიუხედავად პატარა პლენუმისა, გამშვების სარქველი ატარებს იმაზე მეტ ჰაერს, ვიდრე სხვა კლასიკური თოფის სარქველები და ამ მოდელში ეგ პლუსი დევს. თუმცა ქარხნული რომ ავიღოთ, მაინც და მაინც მაგხელა ენერგეტიკას არც იძლევა და პლუს რაღაც რედუქტორში და რაღაცებს ჭირდება ჩარევა. რაც შეეხება ამ თოფის მსგავსებას სხვა პრემიუმ კლასის თოფებთან, რა თქმა უნდა, აღებული არის რაღაცეები, კონსტრუქციული ჩანართები, მაგრამ არ იმეორებს ერთ-ერთში არც ერთ სხვა მოდელს. თუმცა ერთადერთი კარგი პლუსი ამ თოფს შეიძლება აღინიშნოს ის მოკლე სარქველი, ის მოკლე გადამშვები ჰაერის, რომელიც ეფექტურს ხდის მაღალი სიმძლავრის და ნაკლები ხარჯის E35X, რომელსაც აქვს 65 კუბიანი პლენუმი. ეგ 65 კუბიანი პლენუმი გაძლევთ იგივე სიჩქარეს, იგივე ენერგიას, რასაც გაძლევთ M60-ის 29 კუბიანი პლენუმი. აქედან გამომდინარე ეს ნიშნავს, რომ M60-ით გასროლების რაოდენობა მეტი გაქვთ. ანუ მე გულისხმობ ენერგიის თანაფარდობის შემთხვევაში, მაგალითად, თუ 50 ჯოული გაქვს X-ზე და 50-იც გაქვს ამაზე, იმ 50 ჯოულზე ნაკლები ენერგია გჭირდება
გასროლებიც რა თქმა უნდა მეტი გვაქვს. მაგრამ ნუ ეგ იმაში მართალი ხარ, რომ მეტი პოტენციალი აქვს ძალების მხრივ მიუხედავად მცირე მოცულობის პლენუმის. კი ბატონო. ასევე რაც ყველაზე ძალიან მომეწონა და მომწონს არის 24-იანი კლიპი, რომელიც 4.5 კალიბრში 24 წალი სლაგი მიდის შიგნით. კი, ძალიან კომფორტული არის, ეგეც ერთხელ შეავსებ და შეიძლება მთელი დღე ვერ დაცალო. კი, აკო, მოდი ვისროლოთ, გავტესტოთ. ვისროლები ვაჩვენოთ მაყურებლებს. მოკლედ, მომართეთ გონგები 100 მეტრზე. იწყებთ სროლას. ნახოთ როგორ შეგეცდადებს. ვისრვი აბა. თავი ესენა და ესე იგი ამიერ კავკასია ეგარი გარდა ეგარი ქრისტიანები სხვა რა ხო ქრისტიანები არა ეგარი როგორი საინტერესო ისტორია რა კარგი ბიჭი ხარ ვიცი ეგარი ბალახი მოგიყვანოს ატარა გონგზია კარგია ეგარი